მოგესალმებით ვერფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულმაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა პროექტს სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ. გესენებათ, წინა გადაცემაში იყო 28 ოქტომბერი, რომელიც იყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები ყოფილ საბჭოთა სივრცეში, სადაც ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები და რომლის შედეგად მოხდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ამას მიუძღვენით ჩვენ წინა გადაცემა, როგორც ასეთი, ბატონები ეზარ გოგუაძე, თემურ ჟავია და მე გახდით, სადაც 28 ოქტომბერთან დაკავშირებით მიმოვიხილეთ, შევეხეთ როგორც წასულს ესე დღევანდელობას და განსაკუთრებით ტრაგიკულ მომავალ კონტურებს, ვაგრძელებთ ჩვენ ამ თემას, ბუნებრივია, იმიტომ რომ ესეთი ძალიან დიდი ძნელბედობის ჟამს არის ქვეყანა და არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო და დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს უზენაეს საბჭოს თვალსაჩინო წარმომადგენელი, ეროვნული მოძრაობის ძველი ვეტერანი ბატონი ნიკოლოზ სანებლეძე, უზენაეს საბჭოს წევრი. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ, მოხარულებს მოგზავნით. იმედია კომპეტენტურობით და შორსმიმოვალი ხედვებით ქვეყანას დაანახეთ ახალ სივრცეებს და შევეცდებით, რომ დაგანახოთ ეს მომავალი, ასე ვთქვათ, ბატალეების, კონტურების, პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. უპირველეს ყოვლისა, სანამ დავიწყებდით, მე ჩემი წესი არის, სოლიდარობას უცხადებ ყველა ყოფილ პატიმარს, სენდესის პატიმარს. ქალბატონებს ზეას თამადობით, როგორც ასეთი და ყველა ახალგაზრდა ბიჭები და საერთოდ და კიდე მოშემშილებს ახლა ქალბატონი დარეჯანი და შემშილობს ახლა, ხო? კიდევ ხოხაზე, მათაც სრული სოლიდარობა და იმედი გამოვთქვათ, რომ ზოგიერთ ტვინი გაუნათდება, როგორც ასეთი და გარკვეულწილად ადამიანის უფლებები, რომელიც განუყოფელი ატრიბუტია სახელმწიფოებრიოსათვის ნებისმიერი ეთნოსისათვის, თავის გზას დაადგება და სამთესაკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო, როგორც ეთქვია. ჩვენი ხედვა დავუყოთ. ბატონ ნიკოლოზ, ახლა დავიწყოთ რა, მაშინ დრო ცოტა გვაქვს, ნახევარი საათის თითქმის და მინდა შეეხოთ განსაკუთრებით რა, აი ბოლო დროინდელ ძალიან უმძაფრეს რაღაც დადგენილ ხელისუფლების მხრიდან გადადგმულობის, ხო, ახალი ადმინისტრაციული ერთეულის, ასე ვთქვათ, დასთან დაკავშირებით, ხო, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთი იგულისხმება, ხო, ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ ჩვენ იმაში, რომ ეს პროექტი, რომელიც აგებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მონაპოვრის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმების სხვადასხვა მათ შორის აფხაზეთში ჩატარებული, როგორც 61% მხარი რომ დაუჭირა აფხაზეთის სკოლას და საქართველოს შემოგვიყვება, ასევე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ომის გაუქმება რეფერენდუმით და შესაბამისად გვინდა თქვენ ამას შეეხოთ, ოღონდ თქოთ კომპეტენტურად, კომპაქტურად თქვენ რო იცით, იმიტომ რომ მომავალშიც უნდა გადავიდეთ, მარტო წარსულშიც ვერ ვიქნებით. თქოთ და მადლობა რომ მოგზავნით. მადლობელი ვარ მოწვევისათვის და მივესალმები ყველას, ვინც დროს ხარჯავს და ჩვენ ვიყურებს. დიახ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა საბჭომ მიიღო თითქმის მაშინვე, როგორც კი შეიკრიბა დეკემბერში, 90 წლის დეკემბერში, იყო სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება. ეს გაუქმება მოხდა კანონის სრული დაცვით. მე არ გულისხმობ ლეგიტიმურობას მე არ გულისხმობ ხოლმე საქართველოს კანონებს, საბჭოთა კავშირის კანონების სრული დაცვით მოხდა. ამიტომ მისი გაუქმების შემდეგ ჩვენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გვთხოვა, კი არ მოითხოვა, გვთხოვა, რომ იქნებ აღადგინოთ. ჩვენ არ აღადგინეთ და სწორად მოვიქეცით როგორც ჩანს. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ ესე იგი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა ცალკე დამოუკიდებლად ხმა მისცა, არ მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და მათ ეკნებოდათ იურიდიული საფუძველი რუსეთის, რაც ახლა რეალურად ხდება და თუ ეს იურიდიული საფუძველი მათ დღეს არ აქვს, ის სწორედ იმის
იმ გადაწყვეტილების შედეგია, რაც მაშინ ჩვენ მივიღებთ, სხვა შორის ძალიან რთულ პირობებში და ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. არავის არ ეგონას, რომ ეს იულიან ბოლო იყო. 90 წლის დეკემბერში მე ვიყავი და ბატონი თენგიზით თუ არ ვცდები, დაახლოებით 30 წლის. იმის შემდეგ გავიდა თითქმის 40 წელი. თითქმის და მე არ უახლოვდებით, მე არ მეგონა თუ მაშინ ესე იგი ჩემი შვილი 3 წლის იყო. და ეხლა ჩემი შვილები 10 წელიწადიანი არიან. 10 წელზე მეტი არ მეუბნება და 1 წელს. ამიტომ მემკვიდრეობას თუ ვერ შევინარჩუნებთ. ხნის განმავლობაში კიდე ხელახლა მოგვიწევდა მისი გაუქმება. დამოუკიდებლობის მოპოვება ფაქტიურად. ეს მე არ მეგონა, მაგრამ რასიზა. ასე წავიდა ცხოვრება და ამიტომ არის რომ ბატონი თენგიზი უძღვება ამ გადაცემას და ამიტომაც მოვდივარ მე რომ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვაქვს და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ ხალხის მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის დროზე დამოუკიდებლობას მისახმა და ეს დამოუკიდებლობა სისხლით და ოფლით მოიპოვა. რა, ჩვენ თითქმის ნახევარი ჩვენ მოვალენი ვართ, რომ ასე მოვიქცეთ. სხვა გზა ჩვენ არ აქვს. ესაც ბოლომდე ვიბრძოლოთ. არ გვაქვს უბრალოდ ხო ვთქვათ. სხვა არჩევა. არ იფიქროთ, რომ ესე იგი რაღაცას ეს ორი რაღაც მოცლილი ხალხია, რომელიც რაღაცაზე ლაპარაკობს. არა, ეს არის ისეთი რამ, რაც ყოველ ქართველს მუდამ უნდა ახსოვდეს და რაც უნდა წარმართავდეს მის საქმიანობას. საცეცოცხლო ინტერესების უმნიშვნელოვანეს და სტრატეგიულად მაინც. ახლა ვიკითხოთ ერთი რამ შეიძლება ვიკითხოთ, რაღაცა ეხლა უკნებს ეს კითხვა ამას და თუნდაც რატო არ გააუქმა ხო 1912 წლიდან მე ვაცნობ 2012 წლიდან გარკვეულ ბევრი ხანი გავიდა 13 წელი. 13 წელი. რაღა მაინც დღეს. ხო, აი მე მაქვს ამასთან დაკავშირებით რაღაც ჩემი ჰიპოთეზა, მე ვიტყოდი და ამას მოგახსენებთ. მოგახსენებთ რომ არის ასეთი პოლიტიკური მიმოხილველი, საკმაოდ ძალიან ინფორმირებული მამუკა არეშიძე. მან რამოდენიმე ხნის წინ, ერთი 3 კვირის წინ შეიძლება ცოტა მეტი ხნის წინ, მას აქვს თავისი გადაცემა და თქვა რომ მე ვიციო რომ 2024 წელს ლაპარაკი იყო რუსეთთან ესე იგი საქართველოს სამსუბიექტიან ფედერაციად ფორმირებაზე და ამის და კონფედერაციის შექმნაზე ფაქტიურად. ოსეთთან, აფხაზეთთან და საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ფაქტიურად. მე მგონია რომ საქართველოს ხელისუფლება აუქმებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს, იმიტომ რომ აჩვენოს დაინტერესებულ ადამიანებს და ძალებს, პოლიტიკურ ძალებს, რომ ის თანახმა ორ სუბიექტიან ფედერაციაზე და არა სამ სუბიექტიან ფედერაციაზე. მოკლედ ჩემს აზრით ეს არის რომ საქართველოს აფხაზეთის კონფედერაციაზე ეტყობა შეიძლება ამ ხელისუფლებასთან ლაპარაკი. მე ასე მგონია, იმიტომ აუქმებს ეხლა და არ გააუქმა 5 წლის წინ აზრი არ ქონდა და 10 წლის წინ. ეხლა შეიძლება ის აზრი აქვს. ამას შეიძლება უკავშირდებოდეს აი ეს მოარული ხმებიც, რომ უნდათ ახალი არჩევნების დანიშვნა და რაღაცა რა, იმიტომ რომ ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო არ არის საკმარისი 91 ხმა, საჭიროა რომ პარლამენტის 53 და მეტმა მიცეს ხმა. ამას გარდა მოკლედ ბევრი რა მე მგონია რომ აი ეს ერთად იძლევა იმას. ამიტომ თუ არ ვცდები შესაძლებელია ეს არის ჰიპოთეზა რომელიც ჩემ თავში დაიბადა და სხვისთვის არ მithkomს, აგერ პირველად ვამბობ. მე მგონია რომ ამიტომ არის ეს, თორემ გასაუქმებელი იყო რა თქმა უნდა. სხვა შორის არიან სამხრეთ ოსეთის თუ ხინვალის ავტონომიური ოლქის ეხლა ერთი და იგივეა საქართველოს დაშლის შემდეგ შენარჩუნების მომხრეები რომელიც ამას არ მალავენ, მაგალითად რესპუბლიკელები. რა, მათ სამხრეთ ოსეთის გაუქმების ამაზე ტექსტს ავიკითხავ. წინააღმდეგ მისცეს ხმა მაშინაც 90 წელსში. დიახ. მათ წარმომადგენლები პიროვნულად იყო. ცოტანი იყვნენ, მაგრამ ხმა მიცეს და ასევე ხმა მიცეს მის აღდგენას. დიახ. ამიტომ
ეს არ არის ასე ცალსახად რომ ყველა მხარს უჭერს მის გაუქმებას, მაგრამ მე გეგრია. აი ჩემისადმი ეს ამბავია და ნუ ამას ახლა ჭირდება ბევრი რამ უნდა მოხდეს ზოგადად ქვეყნიერებაზე არ მაგრამ ქვეყანაზე ეს მოხდეს რა. მე უნდა ვთქვა ისიც რომ საქართველოს პოლიტიკური მომავალი მათ შორის მისი ასე ვთქვათ აი ეს ამბავი რამდენი სუბიექტი იქნება თუ ერთ სუბიექტი იქნება თუ ეს დამოკიდებული იქნება მრავალ რამეზე არა მარტო ქვეყნის შიგნით არამედ ქვეყნის გარეთაც ამიტომ ის რაც დღეს ხდება უკრაინასთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირშია იმასთან რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და მე ძალიან მიგვის იმ ადამიანების რომელსაც ძალიან უნდათ რომ რუსეთმა მიაღწიოს აი იმ პირობებს რა პირობებითაც მან დაიწყო ომი რა რუსეთს უნდა ბევრს ამასთან დაკავშირებით არ ვილაპარაკებ მაგრამ რუსეთს უნდა აღადგინოს რუსეთის იმპერია მოდერნიზებული ფორმით საბჭოთა იმპერია აღარ გამოვა როგორც ჩანს იმიტომ რომ ტერიტორიებს რომ ებღაუჭება და ყველას შეიძლება ცალკეულ ტერიტორიებს ამიტომ ებღაუჭება იმიტომ რომ ეს იქნება მოდერნიზებული ფორმით იმპერია მათი გაგებით რა თქმა უნდა და გართმუნებს რომ რუსეთის იმპერია არ ივარგებს თუ ამ იმპერიაში არ იქნება კიევი როგორც ქალაქი იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ ეს კიევი არის რაღაც ძველი რუსეთის პირველი ქალაქი და ასეც არის මොකද ის რუსეთის არ არის რა თქმა უნდა რა სხვა და რუსია სხვა არის მე არ ვიცი ეს ქართულად ასე რუსულად როგორ დიფერენცირება ამისათვის არის საჭირო კიევი და უცნაურ ამას გეტყვით ძალიან ამის საჭიროა გორი როგორც ამხანაგ სტალინის სამშობლო ასე რომ ტყუილა გგონიათ რომ რუსეთი ჩვენ თავ დაგვანებს არ დაგვანებს გამორიცხულია და ესე იგი ხვის უბედურებაზე ასე ჩვენ ბედნიერებს აგება ესე იგი არ უნდა ვფიქროთ არ უნდა ვფიქროთ კი არა ღორმა შეცდომა ის ფიქრი რომ თუ რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს უკრაინაში საქართველოს აწყობს ტყუილია ეს ამბავი ეს ასე გონია მგონი ხელისუფლების კარგაზრდოუბანაცის და სხვებსაც ვინც ამ ხელისუფლებაში არ არიან და ეს არის არასწორი შეხედულება მავნე შეხედულება ესა განსაკუთრებით მათი მხრიდან ვისაც რაღაცა მოეკითხება და შეუძლია რაღაცა რეალური პოლიტიკური ნაბიჯების გადაზრდა აი ეს მინდოდა მე თქვა კიდევ ერთ რამეს ვიტყვი რა რომ ჩემო ძველმა კოლეგებმა მთხოვეს ეს მე თქვა ეს სხვა ამბავია მაგრამ მაინც აი ხელისუფლება რო ამბობს რომ ის იქცევა სამართლიანად საკუთარი მოქალაქეების მიმართ რა ერთ-ერთი ამბავი რაც ამაში დიდ ეჭვს აჩვენს არის აი ახალგაზრდა მასწავლებლის გარდაცვალება სიკვდილი და მე წავიკითხე იმისი რა ქვია პროკურატურის განცხადება და ის განცხადება რაღაცა ის იმას გავს რომ ისინი აპირებენ ხელი დააფარონ ვიღაცებს მოკლედ და ეს ასე იულად არ ჩაივლის რა ის მტკიცება რომ ვიღაცები არ იყვნენ დანაშაულის ადგილას არ ნიშნავს რომ მათ ეს დანაშაული არ მოამზადეს და ეს გაითვალისწინეთ ბატონ ნიკოლო, როდესაც ყველა ინსტიტუტი უზურპირებულია და უსამართლოა და ფაქტიურად დანაშაულებრივი და ჰაიტის ხელისუფლებას დაემსგავსა დღევანდელი ხელისუფლება, კი გახსოვთ არისტიდი რომ მოვიდა ჰუმანური კაცი იყო, მაგრამ ისეთი რეპრესიები და ესენი ჩაატარა, რომ ყოველგვარ მოლოდეს გადააჭარბა, სადაც დანაშაულებრივი როგორც ასეთი და ხელისუფლება შერწყმული იყო. აჩვენს ჰაიტი თუ ვხდები არისტიდის დროს მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატში ფეხბურთში. 64. ჰაიტი კი მახსოვდა. აი ახლა 26-ში მონაწილეობს. კი ბატონო. კარგი. ესეთი ეს არის ირონიული გადახვევა და ახლა მე მინდა ერთხელ კიდე გაგახსენოთ ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უყურებთ, ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ ჯერ ამ ტექსტს ავიკითხავ, ეს ტექსტი დათარიღებული არის ჩვენ უზენაეს საბჭოს წევრები ძირითადი ბირთვი, ისაც რაღაც
თავისი დიდი წვლილი აქვს პირდაპირ ვამბობ დამოუკიდებლობის აღდგენაში. ეს არის უზენაეს საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატთა, ასე ვთქვათ, განცხადება, ძალიან ნიშანდობლივი საყურადღებოა. ეს არის თბილისი, ხაზგასმით მინდა აღნიშნო, 20 ოქტომბერი 2007 წელი, სასტუმრო თბილისი მარიოტი საკონფედერაციო დარბაზი. ამას ხელს აწვევს 72 დეპუტატი მაშინ, მე კიდე გაგრძელდა, ასე ვთქვათ, ხელმოწერა. ახლა წავიკითხავ ამ ტექსტს, როგორც ასეთი, ძალიან საინტერესოა და ნიშანდობლივ ეს კიდევ არის 1 წლით ადრე ომის დაწყებამდე, ანუ ხო, 2008-ში დაიწყო, ხო და ეს გარკვეულწილად როგორ კავშირშია იმ ომთან, გარკვეულწილად ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებდა, მაშინდელი დანარჩენი განჟა ახსნაგანვარი თქვენთვის მოგვინდეა. აი ტექსტი მოკლედ წაგიკითხავ. იმის გათვალისწინებით, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ზალადოვრივი დამხობის, ქვეყნის იძულებითი გასაბჭოებისა და უცხო ძალის მიერ თავსმოხვეული მარიონეტული მთავრობის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისარის საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის ნომერ 2 დეკრეტით ამ რეგიონში ცხოვრები კვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების უგულებყოფითა და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე. აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ოს ხაზს გააჩნია საკუთარი სახელმწიფოური თავის ისტორიულ ტერიტორიაზე და რომ საქართველოში მცხოვრები ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს ყოფილი ოლქის ფარგლებში და მათ ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოზე ცხოვრებ ყველა სხვა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმების დაცვით კონსტიტუციის საფუძველზე აქ და მომავალშიც ექნებათ ფუნქციონალური, მათ შორის კულტურული ავტონომიის ყველა უფლებები. ჩვენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მოწვევის 90 წლის დეპუტატები პირველი შეშფოთებით აღვივთამთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას შიდა ქარში ახალი ავტონომიური ოლქის შექმნის თაობაზე, პარალელები დღევანდელ დღესთან. სახელწოდებით სამხრეთ ოსეტია კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობის შეცვლა მის ჩრდილოეთ ნაწილში ეროვნულ სახელმწიფოებრივი ავტონომიური პოლიტიკური ერთეულის კიდევ ერთხელ შექმნის გზით მეორეჯერ შეგრძეს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო სახალხო კენჭისყრით, ანუ რეფერენდუმის გარეშე ჩვენს მხრივ სხვაგანაა ვერ შეფასდება თუ არა როგორც სახელმწიფოებრივი დანაშაული საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ხალხის სურვენულ უფლებათა უგულებელყოფა. მეორე, ვადასტურებთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბერს ჩვენს მიერ მიღებული კანონის მართებულობაზე, როგორც ბატონმა ნიკოლოზმა მოგახსენათ მოკლედ, ამ კანონის მართებულობაზე და აუცილებლობას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების, დემოკრატიის პრინციპების, სამართლის, ისტორიული სამართლიანობისა და მორალის თვალსაზრისით. აი ამას ხელს აწევს ძვირფასო მეგობრებო 72 დეპუტატი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის 1 წლით ადრე და სანამ ეს ომი დაიწყებოდა და ეს გაზეთშიც დაიბეჭდა, სხვათა შორის რო არ გეგონოთ, რომ ჩვენ ოფიციალური ისენი არა გვაქვს, აი საქართველოს გაზეთი, რომელსაც დაბეჭდა ერთადერთმა სხვათა შორის მაშინ ნიკოლოზ ბატონო, ერთადერთმა დანარჩენმა ხელი დაიბანა, ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდია, სააკაშვილი ბურჯანაძე მჟავია, ჟვანია რო არის. თუ ჟავია მაშინ არ იყო ცოცხალი. 7 წელია, ხო? და ამიტომ ეს კიდევ ერთხელ გვინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ჩვენ აქ ისტორია მეორდება ამ თვალსაზრისით, ეთქობა რაღაც ახალი დირექტივა წამოვიდა გარედან ჩვენი ჩრდილოეთ მეგობრების თვალსაზრისით. ამიტომ კონსტიტუცია რო შეცვალონ,
ამას სჭირდება ნორმატიული აქტები, მაშინ უნდა ჩაატარო ახალი არჩევნები, ამ პირდაპირ გამოიტანო რეფერენდუმი. პირდაპირ რეფერენდუმის გამოტანები ესენი არ არიან, იმიტომ რომ პირწმინდა წააგებენ კი იციან და დანარჩენები ჩემი აზრით თქვენ სწორედ ბრძანეთ რა, ესენი დაელოდებიან, შეხედავენ მოვლენათა განვითარებას, როგორ ტრამპსა და პუტინს შორის მიმდინარეობს, ეს რაღაც უთავმოყარე 28 პუნქტიანი ეს რო არის ჩადებული, თითქოს მაგას უკრაინა როგორ დათანხმდება, ეს ხო გამორიცხულია, აბსოლუტურად გამორიცხულია. ამ ყველაფერს ეს კომპლექსურად რო შევხედოთ, ამ მოვლენათა განვითარებას ნუ დავასწრებთ და ჩვენ ეს ხრივ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გზადდა ვართ ამ პროცესებში მისაღებად, ეს არის კონსტიტუციის თემები, დამფუძნებლები ჩვენა ვართ, უზენაეს საბჭოს ხალხი, ცოცხლები არიან, როგორც ასეთი, კარგ ფორმაში არიან, როგორც ბატონი ნიკოლოზი და მისი მეგობრები, როგორც ასეთი და ამ თემაზე სადისკუსიოდ ეს არ არის პარტიის მთავრობის ბიძინა ივანიშვილის ყოლბახიძეს თუ ვიღაც რაღაც უცხო სხეულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ასეთი და ამიტომ ხალხს დაეთანხმი რომ გამოიტანოს სათათბიროზე და უპირველესად ჩვენთან დაამყარონ ურთიერთობა. ალბათ ზანეთ ბატონო, ესე იგი ვიმეორებ ცხადად სამხრეთ ოსეთის ოლქი არ უნდა არსებობდეს საქართველოს ტერიტორიაზე და ეს არის დანაშაულებრივად ეს არის სწორი თუ არ იარსებებს და არც არსებობს არც მაშინ არსებობდა როცა მიიღეს საფრანგეთში დასვლის შემდეგ ის აღარ არსებობდა რა თქმა უნდა და ხელოვნური რაღაცა წარმონაქმნი ადმინისტრაციული ტერიტორია ახალი წარმონაქმნი ორ მაგათ ხელოვნური რაღაც გამოვიდა, მაგრამ ამ ხელოვნურ რაღაცამ ძალიან დაგვაზიანა რა. იმიტომ რომ ის რუსეთის ჯარი დადგა ზუსტად იმ საზღვრებზე, რომელიც ესე იგი საქართველოს მაშინ ხელისუფლება მიუწო ამას 2007 წელს. ასე იყო სამავე. მაგრამ ჯერ ერთი რეფერენდუმის ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სათულო ძალიან და საზიანო, რადგან თქვენ ვერ ჩაატარებთ ამ რეფერენდუმს, სასურველ რეფერენდუმს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე, ცხინვალის ოლქის ტერიტორიაზე რა. და ფაქტობრივი ოკუპირებულია და ეს ნიშნავს, რომ რაღაცნაირად იურიდიულადაც თქვა, იურიდიული საბუთებიც მისცემათ, მათ არ აქვთ იურიდიული საბუთები დამოუკიდებლობისათვის. მეტი არაფერი. ესე იგი, დე ფაქტო ისინი ჩვენ არ გვემორჩილებიან, ხოლო ჩვენ გვაქვს ხოლმე. და მთელი მსოფლიო ჩვენ მხარეზე ამ თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ მსოფლიო ჯერჯერობით ცივილიზირებულია და სამა ქვეყანა აღიარა ხოლოდ ბატონო. დე იურე საბუთებს მისთვის მნიშვნელობა აქვს და რუს შევასრულებს ამ საბუთებს ნებისმიერ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებით. ხელისუფლების მხრიდან. ეს მე ვფიქრობ აუცილებელია და კიდევ ერთი რამ. როგორც ხედავთ, ძალიან მძიმე ვითარება მსოფლიოში ყველა. უმძიმესი. და ასეთ დროს ულმობელი და სასტიკი დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ და პოლიტიკური ძალების მიმართ სწორი არ არის არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ საქართველოს ისედაც ძიმე დღეშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და ნუ დავასუსტებთ მათ კიდევ უფრო მეტად. და ნუ ვაიძულებთ დასავლეთს, რაღაც ისეთ ნაბიჯები გადადგას, რომელსაც ჩვენ წარმოველით. ეს ყველაფერი რაღაცნაირად დაგროვდება და ბოლოს ისეთ საფრთხეს მიიღებს, რომ არავის არ მოგეწონება რა. და რაღაც აბსოლუტურად უსაფუძვლო რაღაცა ამა საუბარს თავიდანებით. უპირველეს ყოვლისა საკუთარი მოქალაქეებისადმი და მერე სხვებისადმი. ახლა ეს ფაქტი რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამა ქვეყანა აღიარა სულ ხო ერთი ვენესუელა წინა ერთ-ერთმა უკან წაიღო იმან იმის მაგრად ამ ხელისუფლებას იმასთან სირიასთან მოლაპარაკება
ეწარმოებინა, რომელიც ასევე მზად იყო ახალი ხელმძღვანელობა, რომ გამოეწვია თავისი დანაშაულებრივი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები, ამის მაგერად საქართველოს ხელისუფლებამ პაუზა გააკეთა, როგორც ასეთი და დისტანციური დაიჭირა შეიძლება ითქვას. ეს უნდა ეკრათ კი. ეს დანაშაულის ტოლფასია, ძალიან მძიმე შეცდომაა. ეს უდიდესი შეცდომა არის და ამიტომ აქ მთელი ყურადღება მართავს, ასე ვთქვათ, რაც არ უნდა იყოს, ამ ხრივ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, როგორც მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს ვიღაცა, ვისაც უნდა დააყენოს. ეს ახლა ბატონო ნიკოლოზ რა ახლა ესეთი რაღაცა არის რა, სადაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა თელმა მსოფლიომ რო გვაღიარა ხო გახსოვთ რის საფუძველზე დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველზე მათ შორის ჩატარებული ბატონო რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის დიახ რა თქმა უნდა განუყოფელი და მათ შორის ამ ტერიტორიულ ერთიანობაზე რა და ახლა მორიგი კიდე ახლა ახალგორი რო შეუერთოთ იმ ახალ წარმონავალს ჯერ რა სტანდარტებით ხდეთ ეს სხვათა შორის რო იცოდეთ თქვენ აღნიშნეთ მაგრამ მე მინდა გავახსენო რა რესპუბლიკელებმა შემოიტანეს ეს პროექტი სხვათა შორის წინა 2007 წელს რომ მოხდა ამის თვითონ უმრავ ნაციონალებმა კი არ დააყენეს ამათ დაავალეს ასე თქვა და შეხმატკბილებულები იყვნენ რა შემდგომ ეს ხალხი კიდე ოპოზიციაში ჩადგა, მე გადახდა, გადმოხდა და ისევ თავის მშობლიურ ნაციონალებს დაუბრუნდა, ესეც კარგად გვახსოვს. ანუ ეს არის პოლიტიკურად უთავმოყარე ადამიანების საუბედურება. რაღაც თქმა გინდოდათ. არა, არაფრის ისეთის. უბრალოდ მე მინდოდა მეთქვა, რომ ხელისუფლება ხო ვიღაც რო თქვა დიდ კრიტიკას იმსახურებს. მაგრამ ოპოზიციაც ცოტა უფრო მაგრად უნდა მოიქცეს ვიდრე იქცევა. ამაზე რეაქცია არ არის ბატონ ნიკოლოზ ვერ გავიგი ახლა შენი ქვეყნის საფუძვლები რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აქტი რა ტერიტორიული მიმაზე მოხდა აღიარება ეს არ უნდა აუწყო საკუთარ მოსახლეობას ანუ ბრძოლის რა ველზე იწვევ მას რა თანამშრომლობაზე რა პარტნიორობაზე რომელ ეკონომიკაზე და ფინანსებზე და იმაზე არის საერთოდ ლაპარაკი აბსოლუტურად არის დავასრულე. ბატონო? დავასრულე. მე აღარ მაქვს. ხო, რა ვიცი ახლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან გზის გასაყართან მდგევართ. უმძიმესი მდგომარეობა ყველა თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მინდა შევეხო იმ დანაშაულებრივ აქტს, რომელიც იყიდება საქართველოს ნიკოლოზ რტკიფანიძემ როდის დაწერა, ხო? გარკვეულად აი ამით. სულ ანტიკონსტიტუციური ისესენი ჩვენ ვთქვათ კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება ეგრეთ წოდებული რეფორმები. ის კიდე სხვა ამბავია. კი, რა თქმა უნდა, ამას შევეხებით, ამას აუცილებლად შევეხებით, აუცილებლად ამ ტელევიზიაში ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, ბატონი ვაჟაც გამოვიდა ამასთანაც სერიოზული გადაცემა ჰქონდა. პაატა ყოღვაშვილმა თავის ძალიან დიდი ნაშრომი დაგვიტოვა, რომ ტერიტორიაში ეს მოსაზღვრე ტერიტორიაზე როგორ უნდა ვაწარმოოთ, ასე როგორ უნდა მოვაწყოთ რა სოფლის მეურნეობის რა მოდელი, რა სისტემა უნდა დავნერგოთ, როგორც ასეთი და ჩვენ მაინც გვინდა იმედი გამოვთქვათ რა, რომ ქართულ ხალხს ეყოფა გონიერება, ამ ხელისუფლებას საერთოდ ხელი გვაქვს ჩაქნეული, მე მგონი ყველა ცივილურ და გონიერ და მორალურ ადამიანებს და რა ვიცი ახლა ვერც ვერაფერს ვერც მოუწოდებ და ვერც ვერაფერს ვერ შევასვენ რა, როგორც ასეთი მათ სამწუხაროდ მოიჭრეს ეს უკან დასახევი გზები, როგორც ასეთი და რა ვიცი ახლა მე მივმართავ იმ ადამიანებს, რომ აი ამ დამოკიდებულებას, ამ ფასეულობებს, ამ სოფხელურობას გაუსწორონ თვალი კეთილგონივრულად ასე თქვა მოიქცენ და ეს მარტო უზენაეს საბჭოს წევრებით გადასაწყვეტი არ უნდა იყოს ბატონ ნიკოლოზ რაღაც საპარლამენტო ასამბლეისა უნდა შეიქმნას ამაზე უნდა შეთანხმდეს და ამას 72 კაცი კი არ უნდა აწერდეს 500 თუ 600 თუ რაც კი პარლამენტი რაც კი იქნა არჩეული იმათმა კეთილი უნდა ინებონ მაგათად მიუმართა უპირველეს ყოვლ დღევანდელი დღეს და შემდგომ ეს თემები მაგათ გასაგონად არის რა კეთილი ინებონ განიხილონ ეს თუ შესაძლებელია შეცვალონ, თუ რაღაც ჩასამატებელია და არ ამგონია ჩასამატებელი იყოს ჩაამატონ და აი თავაზობ რა ეს დისკუსიისთვის გახსნილია ეს დარბაზი, ეს პროექტი, ეს ტელევიზია და ველოდებით თქვენ შეხედულებით. მანამდე დაგემშვიდობებით იმ იმედით, რომ გადავიტანთ ეს ზნელბედობას და
სულიერების სილამაზეს და ჰარმონიის გზით ვივლით. მადლობთ მოგზაურობისთვის, მადლობთ ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ.